აი ასეთი ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. სენატორი ყავის სამეფო კრემით. გამოვაცხობ 6 კვერცხიან კლასიკურ ბისკვიტს. 156 გრამ ფქვილს, დავამატოთ 36 გრამი სახამებელი. აქვე ვამატებ ვანილს. ეს დროებით გვერდზე გადავდგათ, ღრმა თასში მოვათავსოთ 6 კვერცხი, ავიღე 0 კატეგორიის დიდი ზომის კვერცხები. ვამატებ მწიკვ მარილს და დავიწყოთ გათქვეფა. ვთქვეფავ ჯერ დაბალ სიჩქარეზე, გულები რომ დაიშლება, დავამატებ 180 გრამ შაქარს. გავთქვიფოთ გათეთრებამდე, მასა უნდა გასამაგდეს თითქმის და გათეთრდეს, უნდა გახდეს ფუმფულა. აი ასეთი ფაფუკი მასა უნდა მივიღოთ და ჩამოწვეთებისას კვალს უნდა ტოვებდეს. მიქსერი უკვე აღარ დაგჭირდება, დავიწყოთ ფქვილის დამატება. ფქვილში უკვე გარეული მაქვს სახამებელი და ვანილი. დავაცრათ ასე გაფანტულად, ამოვურიოთ ქვევიდან ზევით ერთი მიმართულებით. ფრთხილად ისე რომ გათქვეფილი კვერცხი არ ჩაგვივარდეს. მე ვიყენებ ასეთ ხელის სათქვებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის ან სილიკონის კოვზი. მე დავამატე 3 ნაწილად ფქვილი და ვურევ ფრთხილად. მნიშვნელოვანია, რომ გათქვეფილი კვერცხი არ ჩავარდეს და დარჩეს ისეთივე ფუმფულა. ბოლოს ყოველთვის სილიკონის კოვზით ქვევიდან ამოვურევ, ისე რომ დავწმუნდე, რომ ფქვილი არსად არ არის დარჩენილი გასახსნელი, უნდა იყოს ერთიანი ცომის მასა. საცხობი რეგულირებადი ფორმა გავშალე 22 სანტიმეტრის დიამეტრზე. შემოვახვიე ალუმინის ქაღალდი ორმაგი ფენა, უნდა დავდგათ მყარ ზედაპირზე. საცხობს შიგნიდან დავაფინე მრგვალად ამოჭრილი საცხობი ქაღალდი. კარგად დავაფიქსირე, ჩავასხათ მომზადებული ცომი. ფორმა ასეთი მოძრაობით რამოდენიმეჯერ დავარტყათ მაგიდაზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160-170 გრადუსზე 30-35 წუთი. გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის სიმხურვალე. 30 წუთის მერე ჩხირზე უნდა გავსინჯოთ და ჩხირი უნდა იყოს მშრალი. ღუმელი გამოვრთოთ და დავტოვოთ ცოტახანი შესაგრილებლად. მერე გადმოვდგათ, ამოვიღოთ ფორმიდან. ამოდის ძალიან ადვილად, დავდოთ სეტკაზე და გავაციოთ სრულად. სრულად გაციებული ბისკვიტი ყოველთვის უმჯობესია შევახვიოთ ცელოფანში და მთელი დღე-ღამის განმავლობაში შევინახოთ მაცივარში და მერეღა გავაფორმოთ. ამ ზომის ბისკვიტისთვის კრემის და ბეზეს მოსამზადებლად მე გამოვიყენებ 4 კვერცხს, 0 კატეგორიის დიდი ზომის კვერცხებს. განვაცალკევებ ცილისგან და გულისგან. გულებს გადავინახავ კრემისთვის, ცილისგან კი მოვამზადებ ბეზეს. ცილას დავამატოთ დანის წვერით ლიმონმჟავა. ვამატებ მწიკვ მარილს და დავიწყოთ გათქვეფა. ნახევრამდე რომ გაითქვიფება, დავიწყებ შაქრის დამატებას. კოვზობით. თუ გინდათ რომ მყარი და ხრაშუნა ბეზეს ფენა გამოგივიდეთ, შაქარი 2-ჯერ მეტი უნდა დაამატოთ ცილის წონასთან შედარებით. მე მაქვს 160 გრამი ცილა და დავამატებ 300 გრამ შაქარს. შაქარი მე ყავის საფქვავში ცოტა დავფქვი. გავთქვიფოთ გამყარებამდე. უნდა კარგად გამყარდეს, თას რო ამოვატრიალებთ, არ უნდა ვარდებოდეს და გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. აქ არის კიდევ ერთი პატარა ნიუანსი, თუ გინდათ რომ ტორტში მაღალი ბეზეს ფირფიტა გქონდეთ, ეს 4 კვერცხის ცილა მთლიანად ფირფიტა გამოაწყეთ, გამოგივათ მაღალი, იგივე ზომისა, რაც ბისკვიტია. ხოლო გასაფორმებლად პატარა ბეზეებისთვის გათქვიფეთ კიდევ 2 კვერცხის ცილა და გამოაცხეთ ცალკე გასაფორმებელი პატარა ბეზეები. მე ამ 4 ცილიდან დავსვი ესეთი მრგვალი ფირფიტა ბეზესი, რომელიც ცოტა დაბალი გამოვიდა, რადგან გვერდით დავალაგე პატარა ბეზეები გასაფორმებლად და გამოვაცხე ერთად.
ბეზეს ეს მრგვალი ფირფიტა ცხვება 130 გრადუსზე 30 წუთი და მერე 100 გრადუსზე 3 საათი მაინც კარგად უნდა გამოშრეს. რაც შეეხება პატარა ფიგურებს, ესენი უნდა გამოწვეს 110 გრადუსზე 50 წუთი, მზაობამდე. ასე ერთად გამოცხობა ცოტა სარისკოა, ამიტომ თუ გამოცდილება არ გაქვთ, უმჯობესია პატარა ფიგურები გამოაცხოთ ცალკე. გადანახული 4 კვერცხის გული მოვათავსოთ ღრმა თასში. ვამატებ 5 სუფრის კვერცხს შაქარს, ის არის დაახლოებით 100 გრამი და გავთქვიფოთ. მალევე დავამატოთ 1 კილა 380 გრამის შესქელებული რძე. ეს შეგვიძლია დავამატოთ ერთნაირადაც და ცოტა გავთქვიფოთ. აქვე ვამატებ ვანილსაც. გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ქვაბში, შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლი ვურიოთ, კარგად რომ გაცხელდება, დავამატოთ 1 სუფრის კვერცხი ხსნადი ყავა. ვურევთ გამუდმებით, მორევით უნდა გავადნოთ ყავაც და შაქარის. არ უნდა აგვიდუღდეს, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ. მასა არის აი ასეთი თხელი, არ დატოვოთ დიდი ხანი ცეცხლზე. მალე გაციებისთვის გადავიტანე სხვა თასში, დავაფარე ცელოფანი კონტაქტზე და დავტოვე, რომ სრულად გაცივდეს. აქვე მაქვს კარაქიც, ორივე უნდა იყოს ერთი ტემპერატურისა და ამიტომ დავტოვე გვერდიგვერდ. ყავიანი მასა რომ კარგად გაცივდება, კარაქი მოვათავსოთ ღრმა თასში. ჩემი კარაქი კარგად დარბილებული არ არის და ჩავშალე დანით. დავაყაროთ ვანილი და გავთქვიფოთ. მე ავიღე 350 გრამი კარაქი. შეგიძლიათ კარაქი გაზარდოთ 400 გრამამდე. დამოკიდებულია რამდენად მყარი კრემი გინდათ. კარაქი კარგად უნდა გავთქვიფოთ. კარგად გათქვიფილ კარაქს კრემში კარაქის გემო არ აქვს. თანაც კრემი უფრო ფუმფულა გამოდის. კარაქი რომ კარგად გაითქვიფება, დავიწყოთ ყავიანი მასის დამატება. ვამატებთ კოვზობით, თან ვთქვეფავთ. შუაში მიქსერი გავაჩეროთ და სილიკონის კოვზით გვერდები ჩამოვუსუფთავოთ. მოვაგროვოთ კარაქის მასა, რომ ერთნაირად კარგად გაითქვიფოს. ვაგრძელებთ თქვეფას და საბოლოოდ უნდა მივიღოთ აი ესეთი ყავიანი კრემი. მიქსერი გვერდზე გადავდგათ და აუცილებლად ხის ან სილიკონის კოვზით კარგად ამოვურიოთ. უნდა მივიღოთ აი ესეთი ფუმფულა ერთგვაროვანი კრემი. კრემი გამოსაყენებლად გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. ბისკვიტი გავჭერი შუაზე. დაბლთა ფენა დავნამე სიროფით, რომელიც მოვადუღე წყალი, შაქარი და ლიმონის რამოდენიმე ნაჭერით. გაცივდება და იმით დანამავთ. დავკრემოთ პირველი ფენა, მსხვილად გადაუსვათ ყავის სამეფო კრემი და დავადოთ ზემოდან ბეზეს ფენა. ბეზეს ზემოდან წავუსვათ ჯერ ცოტა კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავამატოთ კრემი და კარგად დავკრემოთ. ზემოდან ისევ მოვაყაროთ ნიგოზი. მეორე ფენა ჯერ კარგად დავნამოთ, მერე მოვათავსოთ ზემოდან. ბეზე თუ გვერდებიდან გამოდის, შეგიძლიათ ასე ჩამოასწოროთ. კრემი წავუსვათ როგორც ზემოდან, ასევე გვერდებზე. დავფაროთ მთლიანად კრემით და კარგად გადავასწოროთ. ზემოდან მოვალაგოთ პატარა ბეზეები. სანამ ამას გავაფორმოთ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. გვერდები დავფარე დაფშვნილი ბეზეებით. საბოლოოდ გამოგვიდა აი ასეთი ძალიან ეფექტური ტორტი. რა თქმა უნდა, ტორტის დაჭრამდე უმჯობესია რამოდენიმე საათი გავიდეს და მერეღა დავჭრათ. მე კი როგორც ყოველთვის დრო არ მაქვს და მალევე დავჭერი. გადმოვიტანოთ თეფშზე და დავაგემოვნოთ. ამის ენით აღწერა შეუძლებელია, უნდა გამოაცხოთ და დააგემოვნოთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.